მისთვის ცენტრში პენტჰაუსის გადასაღებად მივედით და ღვიმეში აღმოჩნდით. უფრო მეტიც, აქ სვანური კოშკი და ძველი თბილისიც კი დაგვხვდა. წამოყვებით ჩვენი მარკეტინგული სააგენტოს ერთ-ერთ გადაღებაზე. ავედით პენტჰაუსში და პირველივე წუთებიდან მივხვდით, რომ ეს ჩვეულებრივი სახლი არ იყო. მოკროვილი საპირფარეშო, კაცებს მოყვართ პანის თვითაშოვა რა საპირფარეშოში და თან მერე ანუ არჩევანი გამხდება. აქ შეიძლება დაიკარგო. ყოველი საპირფარეშო ერთმანეთისგან განსხვავებულია. ალბათ თქვენ შეამჩნიეთ ეს განსაკუთრებული ხედი ტრენაჟორების უკან. აჩა. აპარატი თუ ცოტა. არა, ის გადმოწია. რა გჭირდება? ცოტა. თანაზო. კიდე რა, აქ. დაიკარგა დიმიტრი. ჯინსის კამები. აქ ეს სივრცე გადაიყო? ლამპიონები. ვიქია კაცარი. კი, ამით. ვაუ! ჩემი სამარი თვითონ. აუ, ჭაფილისის წყალი. ვაუ. ვაჟებშაველო. შეგვიძლია მოვიწიოთ. ეს განმონება ხორი. გარესმა სამყარო არა. აი, სხვა სამყარო. არა თბილისია, ჩვენ კი აგარაკზე ვართ. ღვიმეც აქვია, დიახ, ღვიმე. კაროლის გარეშე ვერ შევიქ. კარიბჭე. ეს რა ხდება? ანუ საოცრება. კაროლის უნდა იცოდით. მართლა. აქ ჯიტო ფასი. გაფრინდა. ანუ ჩამოსასვლელის ისეთი ღვიმეა. ნამდვილი ღვიმე, რომელიც გამოიცანით რის როლს ასრულებს, ეს საპირფარეშოა მეგობრებო. ანუ ღვიმეში შუქი აინჩა. სათაფლია. ეს აღარ არის უბრალოდ პენტჰაუსი. ეს დროში და სივრცეში მოგზაურობა. ეს არის მიხასაოცრება. ბრავო. მითეს მოიფიქრა. ზუსტად ამიტომ გვყვარს ბექსტეიჯები, რადგან ზოგჯერ სხვა სამყაროში ხვდები. ნახეთ. შეიძლება ხელი არ მოკიდო რა. არ მოდერო შენ. სოფელში ვართ აგარაკზე. იდი ახალი ეფექტია. საოცრება. მართლა. რომელმა დეტალმა გაგავაცოთ ყველაზე მეტად დაგვიწერეთ კომენტარებში და იცხოვრებდით თუ არა ასეთ პენტჰაუსში.